მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი დააკავა. აღნიშნულის შესახებ უწყებას ბრიფინგი ჰქონდა. სუსტში მიუთითებენ, რომ ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ავრცელებდა მოწოდებას და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს პირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი აქციის დროს უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობის შესრულებას. ამის სანაცვლოდ კი სუსის თქმით, ხაბეიშვილი $200,000 პირდებოდა. ხაბეიშვილთან ერთად სუსის განცხადებით დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც. როგორც უწყებაში მიუთითებენ, ხაბეიშვილმა იქვე მდგომ ზოდელავას დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც ზოდელავამ აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა. სუსში მიუთითებენ, რომ ზოდელავამ გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალა და ერთ-ერთ მათგანზე. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს პირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე. ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ პირდებოდა $200,000 ASH გადახდას. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი $200,000 ASH ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც. ლევან ხაბეიშვილმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიციელებისათვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად. ვინაიდან ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში, რომელსაც ჰქონდა განგრძობითი სისტემატიური ხასიათი, იკვეთება იმ დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 329 მუხლის მეორე ნაწილით, იგი დაკავებულ იქნა ჩვენ მიერ ბრალდებული სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაულის სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად იქნა დაკავებული მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალა და ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და პრიორიტეტულად გააგრძელებს ოპერატიულ და სამძებრო საგამოძიებო მოქმედებებს იმ დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ატარებს კორუფციულ ხასიათს. ამავე ბრიფინგზე სუსმა გავრცელა განცხადება, რომ დააკავეს ქართული ოცნების ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც. ჯუანშერ ბურჭულაძე ამ თანამდებობაზე 2021 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე იყო. სუსის თქმით, ბურჭულაძეს სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით თავისთვის და ვმ-ისთვის გამორჩენის მისაღებად
საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ გხმ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვღმ მინისტრის ახლო ნათესავის ვმ-ს დახმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2.606.272 ლარად ღირებული მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3.940.000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიადგა თავდაცვის სამინისტროს 1.323.728 ლარის ქონებრივი ზიანი. გადავინაცვლოთ ახალციხეში, სადაც ხელოვნურ ტბაზე, ეგრეთ წოდებულ სცენაზე დაზიანებულია ფილები. ადგილობრივები ჩვენს რედაქციას ეუბნევიან, რომ დაზიანებები პრობლემას განსაკუთრებით ღამით ქმნის. როგორც აქ გვეუბნევიან, ახალგაზრდები ამ ტერიტორიაზე საღამოს საათებში იკრიბებიან ხოლმე. იგეგმება თუ არა პრობლემის მოგვარება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნევიან, რომ ფილების მოწესრიგებას გეგმავენ, თუმცა როდის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. მოტორბოლაში ახალციხელებმა ედუარდ მანუკიანმა და ილია მანველიშვილმა პირველი ადგილები დაიკავეს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ახალციხეში გამართულ მოტორბოლის ჩემპიონატში ილია მანველიშვილმა პირველი ადგილი მოდერეითის კატეგორიაში და ედუარდ მანუკიანმა ჰობის კატეგორიაში გაიმარჯვეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ჩემპიონატში სხვადასხვა რეგიონიდან 35-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. AD Black Sea ფესტივალის ფარგლებში მოწყობილია სივრცე, სადაც 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მხარდაჭერა და მზიამაღლობელისთვის წერილის მიწერაა შესაძლებელი. საუბარია ინიციატივაზე სინათლე არ უნდა ჩაქრეს, რომელიც მიზნად დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას ისახავს. როგორც მედია ჩეკერთან, სინათლე არ უნდა ჩაქრეს კამპანიის მენეჯერი ამბობს, მათი სტენდი შესასვლელშია და ფესტივალის ყველა მსურველს ხდება მზიამაღლობელის ბანერი წარწერით, იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის. აქვეა შესაძლებელი დონაციის მსურველებმა 22 ონლაინ მედიას დაეხმაროს მუშაობის გაგრძელებაში. ფესტივალი ბათუმში დღეს დაიწყო და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. მადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.